სად მომიყვანა გიო? მოტყუებით მომიყვანა კომისარიატში და მეუბნებოდა რომ მუზეუმში უნდა წავიყვანე და მგონი აქ მტოვებს. მოდით თუ გეშინიათო ხო? კარგი კომენტა. შევიდე. პირადობები გამოგვართვეს. და ეხლა ველოდებით განაჩენს შეგვიშვებენ თუ ხო? რა გვიდევს რომ დანები მოქცევენ ხო? ხო, ეხლა დანები არა. დღეს მისისიპის შეიარაღებული ძალების მუზეუმში ამოვყავით თავი დაუგეგმავად, რომელიც შელბის სამხედრო ბაზაზე მდებარეობს. აქ წამოსვლისას არ ვიცოდით, რომ მუზეუმის სამხედრო ბაზაზე იყო და ჩვენთვის მოულოდნელი იყო შემოსვლისთვის საჭირო პროცედურების გავლა. გამოწვევენ ბაზაზე შესვლამდე საბუთებს გართმევენ და დასტურსალოდებიან დაშვებაზე. ამის შემდეგ შეგიძლია შეხვიდე. ეს მუზეუმი ორმა სამხედრო ვეტერანმა დააფუძნა 1984 წელს. მათი პირადი კოლექციითა და ომის არტეფაქტებით. იმ პერიოდში მუზეუმი მომცრო ზომის ოთახშიც კი ეტეოდა. ახლა არა თუ ოთახს, არამედ გარე სივრცესაც ითვისებს. გარე სივრცეში წარმოდგენილია ქვემეხები, ტანკები, ვერტმფრენები და სხვა მძიმე ტექნიკა. შიდა სივრცეში კი ავტომატები, ხმლები, სხვადასხვა ომის ინსტალაციები, ჭურვები, ხელყუმბარები, მასრები, მედლები და სხვა პირადი მოხმარების უამრავი ნივთი. ჩვენ ჯერ გარე სივრცის დათვალიერებით დავიწყეთ. პრობლემა. აი, შენს სიმაღლე კი არა, შენზე მაღლებია. შენზე მაღალი ჭურვი. არ მიეყოდა გოგო. რაც ამას ხალხი ყავს გადარჩენილი და იმას. ამას ისახე რა ხელანარეზები. როცა ატრიალს. ამას საერთოდ ფანჯრები არ აქვს, ხედავ? და საიდან ხედავდნენ? აი, მოდი. აი, ხედავ, ჩამტრეული როა შუშა. სარკე უყენია უკან და დაბლად სარკე და დაბლიდან იყურებოდნენ, ანუ წყალქვეშა ნავის პრინციპი არის რა. ოკეი. ანუ ორი სარკის გავლით იყურებოდნენ. ისე წარმოგიდგენია აქ რამდენი ადამიანი გაიჭედებოდა? რატო? ან ჩარჩებოდა? არა მგონია, იმიტომ რომ ბევრი ნახე წინიდან გამოსასვლელები აქვს, უკნიდან გამოსასვლელები აქვს და ანუ ხო, მაგრამ ტანკებში მინახავს, რომ ადამიანები რო შიგნით არიან სულ და აი ეს ეგეთი არ არის. ეს ნახე, ეს როგორია ისი? Infantry combat vehicle-ია. ანუ ამას გადაყავდა ჯარისკენ, ანუ ქვეითი ჯარი დაყავდა, პროსტა მიიყვანდა, გააღებდა უკან, მაგით აღება კარი. ჩაოლებრივი ტანკი. უკან. რავი მოდია, ხო? ხედავ. ხო. და ანუ ესენი ესე იხსნება რა, აქეთ იქით. და აქედან გამოდიან ხო ეგრევე? ჩაოლებრივი ტანკი, ნახე მარტო ზემოდან ეხსნება. და ის ფრთული იქნება მაგ ხედავ. ეს მაგიტოა ესე გაკეთებული, რომ ეს უშუალოდ ქვეითის აი სიტყვაზე ჯარისკაცებს რაღაც მოუვიდათ, თავს დაესხნენ და რაღაცები, ეს მოდიოდა და უშველოდა რა. ხო, მაგარია. ანუ ეხლა ჩაოლებრივ ტყუებს უძლებდნენ, ხალხში შეიყრებოდა უცებ და წავიდოდა. და მაგიტო პატარა ჯერარია. ეს ამოსაყოფით გულდები ხედავს ეს. ხო. ხალხი ამოვიდეს და იქნაც ისმო. ხო. ამას ახლა რამდენი. ეს რა? თან ნახე რა ძველებია. ხო. ამას შეხედე. რა მოდელია უნდა ვნახო. და ეს წინ ჩასაბმელები ნეტარაში უნდა? რავი, ალბათ რამე რო გაათრიონ დაჭირდა. ან თვითონ პირიქით ეს უნდა გაათრიონ რა, სავარაუდო ნამოსათრევად. ამას შეფიქრებს გაათრე. ზიქს ხო არ გადაყავდა თვითონ ეს და მაგის ჩასაბმელები ხო არ არის? ხო, ბაზარი არა. აი ესენი მაგის. ბზიკის ჩასაბმელებს გავს ეგენი ხო? კი არა მგონია ერთხელ. ჩვენ ხო ბზიკს ვეძახით რა მნიშვნელობა? ბზიკს ვეძახით აი ამას. აი ამას რომელსაც ტანკი გადაყავს რა. ბზიკს გავს. ხავზე ხედავ. ხო რა არის ეგ? ეგ არის რადარი. ზარბაზანი ძველებული. ой, ძალიან მაგარი რამეა, ძალიან მომწონს. აი აქ უნდა მივიდეთ. თან ნახევ ესენი პროპელერები როგორ აქვს. თან დაბმული რო აქვს რა. არა, ხო, იქნას იქნებ გაიქცეს კიდევ აზაკე. ეს რა არის აქ? ჰა? ახლა რეაქტიული ძრავი ვარ და? იქიდან შედიოდნენ ნახე? ხო, რეაქტიულ ძრავზე მუშაობ. მართლა ბზიკივით გამოიყურება. რა ძეს კი რამეა? ხო, ნახე სპეციალური მაგის ჩასაბმელები ყველა ტანკს არის. ხო, უეჭველი ამისთვის.
ჩაკეტე, მაინც ხოლზე ხარ. აჰა, გაიგულავე. ყველაზე ისია ხომა ხელფაერები. ერთ-ერთი ყველაზე ძირსკი სისტემაა, რაც კი ამერიკას გაუკეთებს ძველად. გიო! ჩემი ზომა, შენი თვითონა. ეს არის ბზიკი. ეგ ბზიკი არა, ეგ ისა ფუტკარია. პოტკონა ფუტკარი. პოტკონი შეფუტკარი. კი. მართლა ფუტკარია, ფუტკრის თვალებს არ გავა შეხედეთ კი. წინ საყურებლად. ავარლო ძალიან საყოველთაა. იყიდე რა. გიყიდო? ჩავიდე ვიდა ერთკარიანი BMW-ები რო იყო გახსოვს საბჭოთა კავშირის დროს კი არა და მეორე მსოფლიო ომის მერე გამოუშვეს მგონი ერთკარიანი მანქანები რო იყო. წინდა რო იღებოდა? BMW იყო ხო? გიო შენ ვერ ჩაეტეოდი. რატო ვერ ჩავეტეოდი? გეუბნები შენ ვერ ჩაეტეოდი. ის არის M1 აბრამსი. ვერაფერი ვერ ერეოდა ბრძოლაში. ჩემი გადმოსახედიდან კონკურენტი არ ყავს რა მხრივ ვიცი? მასობრივად მზადდება, ძალიან ბევრი ყავს ამერიკას და ძალიან ძლიერია რა. რამ ხელაზე უტრიალებს თავი წარმოიდგინე. ეს ის სრული შემოტრიალება შეგვიძლია 60. კი 360 შეგვიძლია. ო ეს რა იქნებოდა? იქნებოდა რა დღემდეა? ანუ დღემდე იხმარება ეს აქტიური აქტიურად აქტიური მოდელია ხო? კი. ეხა ეს ნახეთ. ამას ახლა პროჟექტორი ვქენ. ანუ აბრამსზე ჩემი ერთ-ერთი ყოველი ტანკი იქა ერთი აბრამსი. ეს პროჟექტორი რისთვის გამოიყენებოდა? Xenon Searchlight-ია. Xenon-ის საძებარი შუქი. რა მაგარი ტექნოლოგიები აქვს იმენა და როდინდელია. ამას ჩამოწევს სავარაუდოდ და რაც წინ დახვდება ყველაფერს გადა. და ტონა რამდენი აქვს წი? რამდენი? 57.9 ტონა. 57.9 ტონა. 57,000 კილოა ეს. ანუ რო გადამიაროს გამჭყლიდავს ხო? შეიძლება არის. შეიძლება ხო რისკი არის რა გამჭყლიდავს. და არ დაუდგებოდი. მაინც წინ არ დაუდგებოდი. შენ ადგილ. შანსი ყოფილა რომ გამჭყლიდავს. ამას იძახიან blackout light. ეს ჩვეულებრივი შუქია, როგამე დაინახო, მაგრამ თუ სიტყვაზე დაბომბვა მიდის ან მტრის ტერიტორიაზე ხარ და რაღაცა რთავდნენ აი ამ შუქებს რა. და როგორ ანათებს? სადღაც 3 მეტრის იქით რო გინთია ეს შუქი არ ჩანს და შენც ვერ ხედავ დიდად რა. ბჟუტავს მოკლედ ისე ანათე. ნუ სადმე რო არ ჩავარდე წყალში მაგისტრისა. მაგრამ ყველა ტანკს აქვს ეგენი წესი. აი ესეც გიოი, ტანკებში ჩემი ტანკიც ვიპოვე. ამის ლულა ნახე როგორი განსხვავებულია. ამას უფრო აგრესიული მაზობრე იქია. აი 90 მმ-იან ჭურვებს ისრო და კიდე ამერიკელები რატო არიან ეს მაგრები? რატო? რაოდენობით აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული. რუსებივით კი არა აქვს 5 წელს რო აკეთებენ ხოლმე. და ნახე ჩვენ რა სამაგიეროდ გიო სუხოი აქვს, სუხოი. ხო, ეგეც ერთი წელი რო გააკეთეს. ერთი წელი, ხო. ახალი ბოლო მოდელი. ცეცხლის მსვლელია? ცეცხლის ისვრის? ანუ ხო, ცეცხლი გამოდის მაქედან. ხო, მაგარი. ეგ ნახე რა აკეთებს. ხო, ნახე, აი ესე. კი, შერმანები ცეცხლის ისვრია. ანუ გოც გავტრუსავთ რა რამე ამ. კაია. ზემოთ ყიამსქვევი უდგას ერთი ცალი. და წესით ამოსაყოფები, აი ნახე ამოსაყოფებიც აქვს თავის აქედანაც ტიპები რომ ამოვიდნენ და მანდან ისროლონ. და ნახე კიდე ეს აქვს. უკან გეკიდა. მანდანაც ცეცხლი. აქედან არა, აქედან ავტომატი უნდა გამოყო. სასროლი ესენი. მაგარია, იქ უჩინარი ტანკი დგას ნახე. აბა ვნახოთ. ამ ტანკის თავი ფუნქციონალი არის, რომ არ ჩანს. ხო, არ ჩანს. იდეალური კამუფლაჟია, საერთოდ არ ჩანს. აი, აქ დგას, ხედავთ ალბათ ჩემს უკან დგას. ეს არის M5 Stewart Light ტანკი, რომელსაც გაქრობის საშუალება აქვს და კამუფლაჟი აქ იდეალური არის, რომ ხედავთ. ანუ შემთხვევით დააჭირა ვიღაცა მაშკარა და მე გაქრა დავიწვა ახლა. არ მინდა რომ ფეხი წამოუკრა მაგით. ახლოს არ მიხვით. ნახე რა საყვარელი ლულა აქვს შეხედე სხვათა. და რამე ეს ვარსკვლავი მეოცება ამერიკაში არის. რატო? ნამგალი დაურვარ მის. ამას რა ქვია ისი ამთან? რა ქვია? ხუდელი. მართლა? ხო. რატო? და ვაფშე ტანკი არ არის. თვითმავალი იარაღი ქვია. ხო, იარაღია რეალურად რომელსაც ბორბლები აქვს.
ნახე ხო შეგინდანაც როგორი ღია. გავს მართლა იარაღ შეხედე ღია არის ის ნაწილი და ის ხო საჭია ეხა იქ რასაც უყურებ თუ ამის სატრიალებელია ჩემი აზრით უბრალოდ საზაფხულო კოლექციაა საზაფხულო ტანკებია ეს კაბრიოლეტი ტანკები კაბრიოლეტი ტანკებია ხო ხარ საწინააღმდეგო კაბრიოლეტი ეს ზაფხულის შემოდგომის მოდელებია ნასკები ვიცი კაბრიოლეტი ტანკები არ ვიცი ტანკებიც თუ იყო კაბრიოლეტები ეს უკვე საშემოდგომო აი ნოემბრის კერო მიდიხარ ისეთი ტანკია ეს ნახე ეს personal carrier-ია ოღონ უფრო ძველი იგივე ტიპია რა თითქოს დგას პატარები მაგრამ ძველია ეს აი მე თუ მკითხავ აი ნოემბრის ტანკია ხლები რო ჩამოცვიდება უხდება ფერიც ეგეთია და უკვე დახურულია წვიმისთვისაც მზად ხარ და ყველაფერი უკვე კაბრიოლეტი არის ესენი რეალურად ნაუმრე ჩამოწერილი ტანკებია პროსტა ნამდვილები ახლა eBay-ზე იყიდეს ჰა eBay-ზე იყიდეს შენ წარმოიდგინე ანიტა თვითონ აწარმოებს ამერიკის ეს ბაზაზე თავის განყიდო არ ჭირდებათ ხოლმე ძირითადად ხალხს ამაში ნახე კაბრიოლეტი მანქანები შეყავდა ეს რა არის ამწე იბენ ყველაფერი ყავდა ტანკის ფორმის მე ის რო გიკვირს რომ ხალხს ტანკის სახში რატო უყენიო საოჯახო ტანკია ეგ საოჯახო ტანკია ეგრე არის და ჯოკერას რო ყავს ულტიანი ეგეთია ულტიანი არა გიო აგერჯდება აი აგერ არის აი დასაჯდომი საიდან მარტო აგერ აი გრული საჯი რანე ეს სპორტული საჯია ეს პირდაპირ კაბრიოლეტია გიო ვაფშე სუღია ხო თან კუპეა ნახე მაგარია ესეც 360 ტრიალებს მაგარია ხუთნავი ჩამოსაგდებოდი ხო სიყო იმისთვის რომ დაეცვა თვითონ ეს უბრალოდ გამფრთხილი ჩოვლო არა მაგარი იყო რა ტექნიკასთან ესე ახლოს მისვლა შეგიძლია პროსტა ისე და მეთვალყურეობის გარეთ თან კამერა აქ მართლა არ სადარდა ხო აუ მოშ ჩავჯდები რა იმ პატარა თითბილავში ხო ჩეთის არის პატარა ჩავიბამ ეგეთი როგორ ეს თქები აი ამ ტყუებს როგორ ხარ ნახე ტყუებს ასე აკეთებდნენ აი ესაა ტყუია ზამთარ და ეს ტყუები მიდიოდა პირდაპირ ეს ჭურვი ხო ხო ესეც იგივე დიზაინი აუ ნახე 1911-ია შეხედე ის რა ეს არის ალბათ პირველი გატლენგის მაგვარი დიზაინის ამ ფეროლის შეხედე როგორი კონდახი აქვს მისაბჯენი კონდახი ვა ხის და როგორი ეს რა არის კოპიცები ხო ეს პუნქტი ნახე როგორი სურია მასწე ნახე და ესე ისურია ესეთი მოძრაობით აი ეგრო ეგეთი პრინციპია ვიცი რომ ეს ესე ატრიალა ხო ამას გამოსასხლებია და შეიძლება თან უნდა გამოგრაეთან ადრე ეგ როგორ უნდა გააკეთო მაგრამ ესენი ნახე მოსინებს რა მაგრები ეს ნახე ხედავ რა გამჯდარი და ზედაწერი 1918 იქი რა ამას შეხედე ამას GI government issue აი ამაზე ვგიჟდები ეს არის ორიგინალი 1911 პისტოლეტი 45 კალიბრი ძალიან მაგარი რამე ეგ როგორ ისურს ეს სტანდარტულად ისურს მაგრამ ტყუები ნახე როგორ აქვს ესაა აბოინო ესე არის ჩაწვენილი ხო ეს ვინჩესტერი ძველი ტრენჯგანი რატო ხოიცი მაგას თხრილებში ხმარობდნენ ხოლმე ამას რა და ანუ ეს ხო საფანცისთვის რა რეალურად და ანუ თხრილებში რომ მოძრაობენ ჩაოლებრივ თვითონ ტყუის სროლა არ არის ეფექტური და ამას პირდაპირ გაყოფდი გვერდზე ესე და გაისროდი და ვინც იდგა ყველას კლავდა რა და მე ჟენევის კონვენციით აიგრძალა ამის ხმარება ხო ვიცი ეგ ისტორია აკეთე წამოყარე ნახე სუპერმარკეტ ხარად ვაუ აი ესე იყო ტრენჩები გაკეთებული თხრილები ხო შეგაშინა ყველგან ვიღაცა დგას აუ შეგედა კონძა გაშინებენ დაგაუთია ეგა ხო protective space აქ როგორ იჯდნენ ვა აქ ნახე ეს არის purple heart ყველაზე მაღალი მედალია რაც შეიძლება აიღო მოკლედ ერთ-ერთი რა აუ წარმოიდგინე ეს ვიღაცის წერილია რა რეალურად ხო მიწაში ვარ რა უნდა წარმოიდგინე ეგრე რეალურად აი ესაა
ხო, იდეაში აქ რო გივალო, ვერც ვერავინ ვერ ხო, დაგინახავდა. ნახე ესეც, ნახე მიწები როგორ. ნახე თაგვებია. ხო, ხო, ისიც ომშია. ეს ნამდვილია. ჭუროც ის. და მგონი ეს ფერები, იმიტომ არის ესე, რომ აღდგენილია რაღაც ხო, ნაწილები. აღდგენილია. აღდგენილი ნაწილები ეს. მოდა, ნახე დაქონდა ტურიკით ესე და ხედ სატრიალოს ხედავ? ხო. მაგას რო ატრიალებს წრეზე დადის. რომ დაუმიზნო რა. და ის პლასტიკები და ყველაფერი. ნამდვილი ტანკი შემოუყვანიათ. არა, M2A2. M2A2. ეს პატარა ტანგია. ნამდვილია. ეს საცხოვრებელი. საცხოვრებელი ვარაკი. მაგ შიგნით არ შეიძლება. აი, ნახე როგორ ისაა. მგონია რომ გვამი გადმომიხდება. იქ მუსიკის საკრავი. მოხდა მუშაობს, წარმოიდგინე ღამე როგორი ის იქნება. ქრიფია მაგარი. თან ამდენი მკვდარი ხალხის ტაფეთქონდი რომ მე პირადად ღამე აქ შემოღაზე არ შემოვიდოდი. თან ესე აქ რომ მოდი. აქ რომ მოდი. და ესე ტიპი რომ გიყურებს იქიდან ეს ტანკიდან. წაღალობა. ნაცისტური იდეოლოგია. გადაშტიესები. გინსის. მე ის მომწონს. გიო. სტროჰია. აი, ძალიან მაგარი. ეს ის ოფიცერი ქალის ის მომწონს. ძალიან მომწონს, მართლა გეუბნები. მართლა მაგარი დიზაინია რა. ცოცხლებული აქვს ციტაცი. ხედა. 323 არქივი. საჩემო იარაღი იყო. აი ეს იარაღი, მე რო გეუბნები იარაღი მინდა მეთქი, გულისხმობ ესეთი იარაღი. ანუ ოფიცრებს აძლევდნენ რო ჩასული, ანუ სადმე სტრატეგიულ ობიექტზე რო მისულიყვნენ, ადგილზე იწყობოდა, ერთი თვე აიდებოდა და ვინმესთვის, ანუ უკნიდან თავში უნდა ესრულათ რა, ვიღაცისთვის, რო იარაღი მე იმისთვის წაერთმიათ რეალურად. ანუ ერთი გასროლა იყო რა. რო იარაღი ეშოვოდა. აი ესენი ნახე ლიმონკები. M1 გარანტი, აი ეს არის ლეგენდა იარაღი. ამერიკამ ამითი მოიგო ომი და რატო? რატო? ანუ ძალიან კაი დახვეწილი დიზაინი ქონდა. ხუტვის რო და სნაიპერული შეშხანა რეალურად რა, მაგრამ ნახევრად ავტომატური გადატანებები არ ჭირდება რა. ხო. არ იჭედებოდა, ძალიან გამძლე იყო. ანუ როგორც ყალაშა დაახლოებით მაგდაგვარად გამძლე. აი ნახე ამასაც ეგ უჭირავს ხოლმე. ნახე რომ მაგრა გავს. პროსტა რა მაგრა გავს გერმანულები და რუსულები. იმიტომ რომ რუსები აკოპირებდნენ ყველაფერს. ხო. ვოლტერები იმენა მაკაროვები. თავისი შეყვარებულების სურათებს დებდნენ ხოლმე იმაში. ანუ გამჭვირვალეა რა და უკნიდან აქ ამოდებულია. ეს ნახე გი მატარებელს გავს. როგორ თუ შეთანხმებული არის მეტალ. ხო, ხო, არის. აი და ჩვენი რეგაიტა. ნადე, რუსული მოსინი. ხო. So many people don't even know who's flying this stuff like that. But you'll see the photos of today. You'll see the photos. რაღაც მომენტში ხელი როგორ გამოვუძრავ. ეს თუ ჩამოვარდებოდა ეს ტრიბუტის ეს კონტენტი The other one was Brooks, and I can't remember which one. I think it's probably Roger Alon's was flying with me on this particular. აუ ნახე, ეს არის დაშლილი ჭურვი შიგნიდან როგორია. აუ რა მაგარი რამე. აი კაც. ზუსტად თან AK-47-ია სუელი მოდელი. ნახე ჩემი ზომა ჯარი. არ არის ანტა შენი ზომა, შენზე დიდია ცოტა.